14 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს წინადაცვეთას და წმინდა ბასილი დიდის ხსენებას აღნიშნავს. სახარების მიხედვით 8 დღის ჩვილი იესო მშობლებმა ტაძარში მიიყვანეს და ყრმას ანგელოზის მიერ ჯერ კიდევ მოცლად ყოფნისას დარქმეული სახელი იესო ეწოდა, რაც მაცხოვარს ნიშნავს. წმინდა ბასილი დიდი კი მე-4 საუკუნეში კესარია კაბადოკიის მთავარ ეპისკოპოსი იყო. მათ ოჯახში 10 ბავშვი იზრდებოდა, 5 ვაჟი და 5 ქალი, მათგან 5 წმინდანად შეირაცხა. ყველას გილოცავ, ჩემო ძვირფასებო, ამ უძვირფასეს დღეს, ის რომ ძველი ახალი წელია, ამასაც გილოცავთ და გილოცავთ დიდი დღესასწაულია ესა უფლისა ჩვენისა წინადაცვეთა და ხსენება უდიდესი წმინდანისა, მსოფლიოს მოძღვრისა, ბასილი დიდისა. კაცობრიობას სულ გვაქვს ძველი და ახალი აღთქმა. ღმერთის გარეშე ადამიანის ცნობიერება მიწას ვერ ცილდება. და ღმერთის გარეშე ცხოვრება არც მეტი და არც ნაკლები, მე ვიტყვი რომ ეს არის სიკვდილი. ხოლო ღმერთთან ერთად ცხოვრება ეს არის ცხონება. ცხონება ჩვენი სულისა. ღმერთმა დაგლოცოთ. მრავალ ამ დიდებულ დღესასწაულს დაგასრულოთ და ბასილი დიდის ნათელი წმინდა ლოცვა გვეწეოდეს იმ ოჯახის 7 წმინდანი ამ ოჯახიდან და როგორი წმინდანები, სოფლიო დონის წმინდანები. ღმერთმა ეს მადლი ჩვენსგანაც გარდა მოსულიყოს და ჩვენ ოჯახებზე და ჩემო ძვირფასებო იცოცხლეთ და იხარეთ.